საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 მარტს ღირსი დოსითეოს ქუთათელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მღვდელმთავარი ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძეწერეთელი 1750-იან წლებში საჩხერეში დაიბადა. დოსითეოზის ბაბუა პაპუნე წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი. ხოლო მამა ნიკოლოზი მეფე სოლომონ პირველის მეაბჯრეთ უხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის. წმინდა მღვდელმთავარმა დოსითეოსმა უფლისკენ მიმავალი გზა აირჩია. დაიწყო მონაზვნური ცხოვრება და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. სიბრძნით გამორჩეული 1791 წელს ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე მღვდელმთავრად დაადგინეს. სამეუფეო მადლმა კიდევ უფრო გააბწყინა ერისა და ეკლესიისთვის თავდადებული მოღვაწე. იგი დაუცხრომლად ზრუნავდა სულიერი სამწყსოს განათლებაზე და ყველანაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ასევე უდიდეს ყურადღებას აქცევდა საეპარქიო მეურნეობებს. აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმინდა დოსითეოს მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც. წმინდა მღვდელმთავრების დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაინათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამთავროები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული მოსახლეობა ხმამაღლა გამოხატავდა არსებული მდგომარეობით უკმაყოფილებას. 1819-20 წლის აჯანყებამ, რომელშიც დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი იყო ჩართული, რუსეთმა სისხლში ჩაახშო და სასტიკად გაუსწორდა მონაწილეებს. სახალხო მღელვარებამ დასავლეთ საქართველოში გამოიწვია რუსული ეკლესიის ეგზარქოსის მიერ დასავლეთ საქართველოს ეკლესია მონასტრების სიწმინდეების, ჯვრების, ხატების, უძველესი სახარებების და საეკლესიო ნივთების აღწერა. რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია მონასტრები გაიძარცვა რუსეთის მიერ, ასევე მოხდებოდა საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც. დაიწყო ეკლესია მონასტრებიდან ყველაზე ძვირფასი სიწმინდეების გამოტანა და მათი გადამალვა, ჯერ ზემო იმერეთში, შემდეგ რაჭაში, საბოლოოდ კი სვანეთში. საეკლესიო განძი იმდენად დიდი იყო, რომ მის გადასატანად საჭირო გახდა 280 სახედარი. მღელვარებაში ჩართული იყო გლეხობა, თავადაზნაურობა და საეკლესიო დასი. ქართველობა გაერთიანდა და გამოცხადდა ეგრეთ წოდებული ერთობა. ვინაიდან საქმე ეხებოდა საეკლესიო სიწმინდეების გადარჩენას, აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ წმინდა მღვდელმთავრები, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გაინათელი მიტროპოლიტი ექვთიმე. სწორედ ამ მიზეზის გამო რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს აჯანყება იწოდება საეკლესიო ამბოხად, ეგრეთ წოდებულ ცერკოვნი ბუნტად. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით შეიპყრეს წმინდა მღვდელმოწამე დოსითეოს ქუთათელი და წმინდა ექვთიმე გაინათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს. სასტიკად ნაცემი წმინდა დოსითეოსი გზაში გარდაიცვალა, წმინდა ექვთიმე კი გადაასახლეს. წმინდა მღვდელმთავარი დოსითეოზი ანანურის მონასტერშია დაკრძალული. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ერთგულ მაყურებელს დღეს 22 საათსა და 25 წუთზე ექნება საშუალება ნახოს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით საქართველოს ეკლესიის წმინდა მღვდელმთავარნი, რომელიც ღირსი მამების მოღვაწეობასა და მათ მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს.